ერთხელ გითხოვს, რომ ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ნებისმიერი საკადრო ცვლილება და გადაადგილება უნდა ეხმიანებოდეს და ემსახურებოდეს როგორც ქვეყნის, ასევე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ არაერთი საკადრო ცვლილება ვნახეთ, ადამიანებისთვის კონკრეტულად შექმნილი თანამდებობები, პოზიციები, ამის ნათელი დადასტურება იყო სულ რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძის სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო მინისტრის პოზიცია და დღეს უკვე რამდენიმე თვეში უკვე შეცვლილი პოზიცია. Ბუნებრივია ეს ცვლილებები ნამდვილად არ ემსახურება არც ჩვენი მოქალაქეების, არც ქვეყნის, არც რეგიონული პოლიტიკის ან სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერებას, ეს ემსახურება მხოლოდ ერთი ადამიანის პირად ინტერესებს, როდესაც კონკრეტული ადამიანი გადაწყვეტს თავის შეხედულებისამებრ ადამიანები ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე გადაიყვანოს, ან საერთოდ გაუშვას სახლში. რაც შეეხება ამ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს თუ როგორ უმტკიცებდნენ საზოგადოებას, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან ადამიანები, ოცნების გუნდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც შეიქმნა მამუკა მდინარაძისთვის და დღეს 3 თვის ფაქტზე ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებას შეუძლია მარტივად შეაფასოს მისი ფუნქციონირების, მისი მოქმედების, ქმედების ეფექტურობა, რაც ცხადია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით ნამდვილად, ასე ვთქვათ, არაფრის მომცემი იყო ჩვენი ქვეყნისათვის. რაც შეეხება მის ახალ პოზიციას რეგიონულ განვითარების პოლიტიკის მიმართულებით, როგორც ისინი დღეს ასაბუთებენ, ეს ნამდვილად არ ემსახურება არავითარ შემთხვევაში რეგიონულ პოლიტიკის გაძლიერებას და მამუკა მდინარაძე ფაქტიურად გაუშვეს იმ სამინისტროს წარმომადგენლად დღეს, რომელიც სულ რამდენიმე, ასე ვთქვათ, ერთ თვეში სექტემბრისთვის უნდა გაუქმდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, ჩვენ გვახსოვს ასევე თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ, როდესაც ჩვენ ინტერპელაციის წესით ყავდა მოწვეული რეგიონული სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრი უშუალოდ და მათ ვეკითხებოდით ამ კონკრეტული უწყების შექმნის, ფუნქციონირების მთავარ მიზნებს, ასე ვთქვათ, ამოცანებს და სარგებლიანობას თუ როგორ, ასე ვთქვათ, რა ტონით ასაბუთებდნენ და ასე ვთქვათ, გამოიჩინეს თავი მაშინ ოცნების დეპუტატებმა, თითქოს ჩვენ ვერ ჩავწვდით ამ რეგიონალურ სამინისტროს ფუნქციონირების არსს. ზუსტად 1 წლის თავზე, თუ არ ვცდები, წელიწადი და 2 თვე არის გასული, როდესაც ისინი აუქმებენ უკვე ამ სამინისტროს, აუქმებენ ისევ და ისევ იმისთვის, რომ მამუკა მდინარაძეს შეუქმნან უკვე ახალი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. მთელი ამ წლის ამ პერიოდის განმავლობაში რეგიონულმა სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 100 მილიონ ლარს. საზოგადოებას შეუძლია მარტივად შეაფასოს, თუ მთელი ამ 1 წლის განმავლობაში რა დადებითი ეფექტი ან პროექტი ან რა კონკრეტული ამოცანა შეასრულეს, თუნდაც 100 მილიონი ლარის ღირებულების, რომელიც მთელი ამ წლის განმავლობაში იყო ამ, ასე ვთქვათ, უწყების ბიუჯეტი. რაც შეეხება უშუალოდ მდინარაძის გადაადგილებას, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული სამინისტრო ნაცვლად იმისა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რატომ შეიქმნა, როგორ შეიქმნა ამ შემთხვევაში, თავის დროზე ეს ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, კონკრეტული ადამიანის შეიქმნა, დღეს უკვე ეს შექმნილი სამინისტრო გაეძლიერებინათ მის ეფექტურობას ეზრუნათ, იმისათვის, რომ თუნდაც რეგიონალურ დონეზე, მუნიციპალურ დონეზე, მუნიციპალური პოლიტიკა და მუნიციპალიტეტები ყოფილიყო გაძლიერებული, დღეს ხედავთ ჩვენ, რომ მდინარაძისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ერთი უწყებიდან უკვე გაუშვეს, კონკრეტული ადამიანის ივანიშვილის ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებით, გადაყავთ სხვა უწყებაზე, რომელიც სამინისტროს გაუქმების შედეგად უნდა შეიქმნას. ბუნებრივია, ამას ისევე როგორც წინა პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, მოქალაქეებისთვის, ჩვენ და სამწუხაროდ ნამდვილად ვერ იქნება ასე ვთქვათ, ეფექტი, ვერ იქნება ეფექტის მატარებელი და ის ემსახურება მხოლოდ იმას, რომ დროებით შეინარჩუნოს მდინარაძე ამ კონკრეტულ პოზიციაზე. თუ ახლა რამდენად უკვე უშუალოდ გაუქმების შემდეგ რამდენად დარჩება ან არ დარჩება, ასე ვთქვათ, მოხდება მისი გადანიშვნა ამ კონკრეტულ პოზიციაზე, ამას საზოგადოება ნახავს და დავუვლდოთ უკვე სექტემბრისთვის, როდესაც სესიები დაიწყება და პარლამენტს წარედგინება შესაბამისი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება. ზოგადად ამ ტიპის სახელმწიფო მინისტრის პოზიციას, რეგიონების კოორდინატორის შექმნას ზოგადად როგორ უყურებთ მდინარაძეს პერსონალურ ფაქტორს, რომ თავი დავანებოთ, რომ მართლა რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს რაღაც მისთვის რაღაც დამამშვიდებელი პრიზებივით არის ეს კონკრეტული პოზიციები ჩამორიგებული და გამოგონილი. ზოგადად ვერც ერთი, მხოლოდ ერთი პოლიტიკური თანამდებობის შექმნა რეგიონს ვერ გააძლიერებს. სახელმწიფოს ხელისუფალს, სახელმწიფო სისტემას უნდა ქონდეს სწორი რეგიონალური პოლიტიკა, რასაც დღეს სამწუხაროდ ვერ ხედავთ, არა მხოლოდ დღეს,
წლებია ამას ვერ ხედავთ და თქვენ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ თუ როგორ მოხდა კონკრეტული ამ შემთხვევაში კონკრეტულად რეგიონალური სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამინისტროს არაერთხელ რეორგანიზება და ბოლო უკანასკნელი იყო გასული წლის აპრილში თუ არ ვცდები, როდესაც მოხდა ამ სამინისტროს ჩამოყალიბება. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ნებისმიერი ეს ცვლილება, რომელიც შეეხებოდა რეგიონულ სამინისტროს, რეგიონების გაძლიერებას, ეს არ იმსახურებოდა რეგიონული პოლიტიკის სტრატეგიის ჩამოყალიბებას ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში. კონკრეტული წლების განმავლობაში მომხდარიყო მუნიციპალიტეტების, მუნიციპალურ დონეზე რეგიონების გაძლიერება, ამას არ ემსახურებოდა კონკრეტული ცვლილებები, კონკრეტული რეორგანიზაციები თუ ასე ვთქვათ, სტრუქტურული ცვლილებები ემსახურებოდა მხოლოდ ინდივიდების დანიშვნა, განთავისუფლებას ან გადანიშვნას. შესაბამისად, დღეს რაც არ უნდა კონკრეტული ერთი თანამდებობა ამ პოზიცია, ასე ვთქვათ, შეიქმნა სამმართველობით, ნამდვილად ვერ მოემსახურება ამ მიმართულებით რეგიონების გაძლიერებას. რეგიონების გაძლიერებას მუნიციპალურ დონეზე სჭირდება სწორი ხედვა, სჭირდება სტრატეგიული, თანმიმდევრული განვითარება მუნიციპალიტეტებიდან, მუნიციპალური დონიდან, რასაც კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეს არსად არ ჩანს. დღეს ოცნების მოტივატორი მიზანი არის კონკრეტული უწყებები ემსახურებოდნენ ერთ საერთო ვერტიკალს, ძალაუფლებას, გაძლიერებას, მათ შორის მუნიციპალურ დონეზეც და მათ არავითარი კავშირი არ აქვს მუნიციპალიტეტების გაძლიერებას. ჩვენ შეგვიძლია ჩავიდეთ, თუნდაც როდესაც ისინი გვიმტკიცებდნენ ჩვენ რეგიონალური სამინისტროს ცალკე შექმნით გამოყოფით ინფრასტრუქტურის სამინისტროდან უფრო ეფექტური იქნებოდა მმართველობა, უფრო ეფექტური იქნებოდა კომუნიკაცია მუნიციპალიტეტებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ჩვენ შეგვიძლია ჩავიდეთ ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალურ დონეზე, შევხვდეთ მოქალაქეებს, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამას ცალსახად და ხაზგასმით არ იტყვიან, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ შედეგები. თუნდაც ერთი წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ დამატებით ასეულობით მილიონი ლარის დახარჯვისა ბიუჯეტიდან რა დამატებითი ეფექტი ან მართლობის კუთხით, მართლობის ეფექტის კუთხით, რომ ადგილობრივ დონეზე მოქალაქეებისთვის თუნდაც სერვისები ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ახალი ინიციატივების, პროექტების იქნება ეს სოფლის ხარდაჭერა, რეგიონალური განვითარება, რეგიონული პროექტები იქნება თუ არა. ერთი ახალი რა შეიძინა მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებმა და რეგიონებმა. ვერცერთ ამის მაგალითს ვერ მოიყვანეს. შესაბამისად, ამიტომ ვამბობთ, ერთი კონკრეტული თანამდებობის შექმნა ან გაუქმება ვერანაირ დადებით ეფექტს ვერ მოახდენს ჩვენ რეგიონების გაძლიერებაზე. ხელისუფალს სჭირდება ასე ვთქვათ, სწორი სტრატეგიული მიდგომა, რომელიც რა თქმა უნდა თანმიმდევრულად წლების განმავლობაში განავითარებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტებს, რაც სამწუხაროდ არ არის. კი ბატონო, სხვათა შორის პრემიერი ისე საუბრობდა, რომ აი სექტემბერში ის ამ პოზიციას დაიკავებს და ის გაუქმდება და ის იქადავა, გასაგებია რომ პარლამენტიდან წინააღმდეგობა არ ექნება, მაგრამ როგორც თითქოს პარლამენტი არ სჭირდება საერთოდ ამ პროცესს. თენგი შარმანაშვილის კომენტარი ასეთი, პრემიერმა გადაწყვიტა, რომ პრიორიტეტულია რეგიონული პოლიტიკის უფრო მაღალ დონეზე შემუშავება, ამიტომ ახალი თანამდებობა შემოიღო. თქვენ ხომ არ შეგითანხმებდათო, ჟურნალისტებს ეუბნება, პარლამენტს ხომ უნდა შეუთანხმოს. თქვენ ამ პროცესში, რა თქმა უნდა, როგორც ხვდები, ვთქვათ, არც ერთ გადაადგილებას თვის მხარის დაჭერას არ აპირებთ. არა, ვინაიდან მე როგორც წეგან აღვნიშნე, კონკრეტული მსგავსი გადაადგილებები ჩვენ არაერთი გვინახავს. მათ შორის იყო ძალიან მარტივად, ეს ადამიანები გვიმტკიცებდნენ დინარაძის სახელმწიფო მინისტრად დანიშვნის ძალოვანი უწყებების კოორდინატორად დანიშვნის შემთხვევაში ეს იყო აუცილებელი იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, სწორად მართულიყო ძალოვანი უწყება. როდესაც მაშინაც კი მათი ეს კონკრეტული დასაბუთება, არგუმენტირება იყო ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და ფაქტი იყო, მაშინ ის კონკრეტული უწყება იქმნებოდა ერთი ადამიანისათვის, მამუკამ დინარაძისათვის, ასევე ფაქტია, რაც არ უნდა იძახონ მათ თავიანთი ნარატივებით, რომ რეგიონულ პოლიტიკას უწყობენ ხელს, რეგიონულ პოლიტიკის ხელშეწყობით, ამ შემთხვევაში უწყების გაუქმება და ამ მთელი უწყების, ასე ვთქვათ, ფუნქციური ნაწილის დატვირთვა, არ ვიცი, მათ როგორ წარმოუდგენიათ ერთ ადამიანს საკიდონ, ბუნებრივია ეს ვერ განავითარებს ესეთი მიდგომით რეგიონალურ პოლიტიკას. კიდევ ერთხელ ვამბობთ, იმისათვის, რომ ერთი პოზიციიდან გაშვებული, პირდაპირ შეიძლება ითქვას გაშვებული მამუკამ დინარაძე, რომელიც მოაშორეს ძალოვან უწყებებს, იმისათვის, რომ მას, ასე ვთქვათ, ტოლფასი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეუქმნან, აუქმებენ ერთ-ერთ კონკრეტულ სამინისტროს. ახლა ეს სამინისტრო თავის დროზე როგორ რა მოტივით შეიქმნა, რა მიზნებით შეიქმნა, ეს ცალკე განხილვის საგანია, მაგრამ ფაქტია დღეს
უქმდება სამინისტრო იმისათვის, რომ მამუკა მდინარაძე შეუქმნას სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და ბუნებრივია, აგერ ნახავთ, საზოგადოებაც ნახავს, როგორც წინა შემთხვევაშიც სულ რამოდენიმე თვეში შესაძლოა ასევე ეს კონკრეტული პოზიცია გაუქმდეს საერთოდ გაუშვა მამუკა მდინარაძის სახლში, მაგრამ ეს კონკრეტული საკადრო ცვლილებები დადებითი ეფექტის მატარებელი ვერ იქნება ჩვენ რეგიონებისთვის. ისევ და ისევ იმიტომ, რომ მთელი როგორც რეგიონების მუნიციპალურ დონეზე ჩვენი რეგიონების მართვა ხდება ნეპოტიზმით, მართვა ხდება კორუფციული გარიგებების, ასე ვთქვათ, სახელმწიფო შესყიდვები იქნება, კონკრეტული პროექტები იქნება, მას დაგეგმვა, მართვა, ეფექტურობა გადის კორუფციულ ხაზზე და ამის ნათელი დადასტურებაა არაერთი ჩაშლილი, ჩავარდნილი პროექტები რეგიონებში, თავად ინფრასტრუქტურის მინისტრმაც გასული წლის ასე ვთქვათ ნოემბრის თვეში ინტერპელაციის წესით როდესაც იყო მოსული თავად მინისტრმაც აღნიშნა რომ 1 მილიარდ ლარზე მეტი პროექტები არის გაჩერებული, შეფერხებული ან ჩაშლილი. სწორედ ეს არის როდესაც კორუფცია ასე კორუფციულად ნეპოტიზმით მართავ რეგიონებს შეუძლებელია ეს რეგიონები ასე ვთქვათ იყოს წარმატებული და მუნიციპალიტეტები იყვნენ წარმატებული. მადლობა გიგა ფარულავა გახარიას გუნდიდან იყო ჩვენი სტუმარი 4-ზე შევხვდებით.